მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი დილა დაიწყო ასე. მოკლედ ვაკეთებ თქვენთვის საჩუქრების ვიდეოს, მაგრამ ძალიან ცუდი რაღაც აღმოვაჩინე. არ ვიცი რატომღაც კამერაში რო ვიღებდი, ეთყობა ვერ ხედავდი კარგად. და აღმოჩნდა რომ ფოკუსში არ ვიყავი. შემთხვევით კამერა დაყენებული მქონია მანუალ რეჟიმზე, ანუ ეს არის ხელის რეჟიმი, ხელით რასაც ასწორებ და არა ავტო. ავტოზე თვითონ პოულობს ხოლმე ფოკუსს და M-ზე და ხელის რეჟიმზე სამწუხაროდ შენ უნდა დააყენო და როგორც ჩანს ამოვარდილი მქონდა ფოკუსი და რაღაცა ვიდეოს რაღაც პერიოდი მოკლედ არის ფოკუსის გარეშე ვარ მე, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის რომ საჩუქრები ფოკუსშია, იმიტომ რომ ამას ყოველ წამს ვაჭერდი და ვასწორებდი ხოლმე. დიდი ხანი არ გადამიღია ამ კამერით და ალბათ რაღაცნაირად გადამავიწყდა, გამომრჩა და ამიტომ თავიდან ცოტა მოკლედ ფოკუსში არ ვარ, მაგრამ მთავარი ის არის რომ საჩუქრები ფოკუსშია, ამიტომ იმედია რომ დიდად შესამჩნევი არ იქნება და მაინც უყურებთ ამ ვიდეოს. ესეთი ვიდეო არის და კიდე პრობლემა შემექმნა, აღმოჩნდა რომ ერთი ნაწილი რატომღაც დაზიანდა, არა და ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი შუა ნაწილი და ეხლა ყველანაირად ვცდილობ რომ იქნებ ტელეფონზე მაინც გადაიტანოს, არა და კამერაში ჩვეულებრივად არის ფაილი, ირთვება, მაგრამ კომპიუტერში არ გადმოდის, არ ვიცი რა ემართება, არ ირთვება. 0 ბაიტს მიწერს, თითქოს საერთოდ არაფერი არ არის, არა და ფაქტია რომ კამერაში არის და ეხლა ვცდილობ რომ ტელეფონში გადავიტანო. გადამაქვს ახლა ტელეფონში და იქნებ რამენაირად აქ მივამატო თუ არა და მომიწევს თავიდან გადაღება ამ ნაწილის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ესეც. უამრავი რამ გაჩვენეთ. მინდა რომ ესეთი კარგი ვიდეო გამოვიდეს. ამიტომ ეხლა ვაგრძელებ ჯერ რაც დარჩა და მერე უკვე ბოლოს იმედია რომ გადარჩება ეს ფაილიც და არ მომიწევს თავიდან გადაწერა. ამ ფოკუსის გამოც ვიფიქრე რომ მეთქი თავიდან ხوار ჩავწერო თქო, მაგრამ ძალიან დიდი დრო მიაქვს ამ ვიდეოზეც 2 საათი დამჭირდა, მე მგონი თუ 3. ჯერ სანამ გავიპრანჭე, სანამ გადმოვალაგე რაღაცეები, მერე სანამ კამერა გავასწორე, სანამ დავჯექი, სანამ ეს ყველაფერი მოვყვევი, ძალიან დიდი დრო წაიღო და ამიტომ დავტოვე როგორც არის. ჯობია ძალიან გვიან დადებას, ჯობია თავის დროზე დავდო და ცოტა ფოკუსში არ ყოფნას იმედია მაპატიებთ. მაგრამ თავარი არის რომ საჩუქრები ფოკუსში იქნება. აქ უკვე გაჩვენეთ, მე მგონი დაგასპოილერეთ. ამ ვლოგს რო დავდებ, სავარაუდოდ უკვე ნანახი გექნებათ ეს ვიდეო და ამიტომ სპოილერიც არ გამოვა. ეხლა თუ ესე გადაგათვალიერებინებთ კიდევ ერთხელ საჩუქრებს. არ ვიცი ხა ამ ვიდეოს რო უყურებთ უკვე დადებული მაქვს თუ არა ეს ვიდეო. თუ დადებული მაქვს, ესე იგი მოგვარდა ეს პრობლემა და სხვა დროს მეცოდინება და ამ მანუალ რეჟიმზე აღარ დავაყენებ კამერას, იმიტომ რომ ეგ ძალიან ცუდი რაღაც ყოფილა. რატომღაც მახსოვდა ადრე რომ ასე მქონდა დაყენებული, მაგრამ მაგ დროს ფოკუსი არ გადადის ავტომატურად და ძალიან ცუდია საშინელება. ანუ მაგ დროს უნდა სულ ერთ ადგილას იყო გაჩერებული და არ უნდა გაინცე. დილით მოკლედ ყავა დავლიე აი აქ ამ მაგიდასთან, ამ ვიდეოსთან და იმედი მაქვს რომ დღეს მოვრჩევი და აუცილებლად დაგიდებთ ამ ვიდეოს. აქ რა ხდება? ნატალი და კოკო მიირთმევენ ერთად. მოგიფობენ სალათის ფურცლებზე და კოკო უჭამს ნატალის. შენი არა გაკ? აი მე მიყურებს მე ყურადღებას ვქანტავ ეხლა. ჭამე ხო, კაი, წავედი. ეთყობა კამერის წინ არ უნდა ჭამა. ეხლა იგავშე მისწამო შენ.
დღეს ვამზადებ კატლეტს და პიურეს. ჩვენი ერთ-ერთი ტრადიციული სადილი. აქეთ კარტოფილი იხარშება. აი ესეთი გემრიელი სადილი გვაქვს დღეს. კატლეტი, პიურე და ამასთან მიყვარს ტყემალი, ხანდახან კეჩუპიც. აი ესეთი კატლეტკები გამომივიდა დღეს. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ ძალიან გემრიელი არისო. ადასტურე? კატლეტს იგებ მომდე ცხოვრებაში აღჭამს. ეხლა იმენა ბოლომდე. ხო, ნატალის მაგალითად კატლეტი და პიურედან უფრო მეტად პიურე უყვარს. კარტოფლის პიურე. ჩემთვის აქედან მთავარი კატლეტია და პიურე ისე მოყვება უბრალოდ და ნატალი პირიქით არის. პიურეს აწამს კატლეტს. ხო, წესით ერთად უნდა ჭამ. ისე პიურეს ახლა როგორ ვაკეთებ? კარტოფილს ხარშავ, ცოტა მარილს, ცოტა არა, გემოვნებით. ვუმატებ რძეს და კარაქს. და გამოდის ძალიან გემრიელი. ნატალის ესეთი უყვარს. ცოტა რძე აქვს, ცოტა, ბევრი არა. აი, რაღაცნაირი არა, ცოტა ისეთი გემო ხო აქვს, აი რაღაცნაირი. სხვანაირი, რაც მალოჩნი ხო რაღაც ზიანი. ისე ურძეოთაც შეიძლება, მაგრამ ისე უფრო გემრიელია რავი. ყველას მოგესალმებით. ამჯერად გარეთ ვართ. მისეირნობთ. სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავთ. დღეს ძალიან კარგი ამინდია, ცოტა სუსხიანი, ძლივს ცოტა ზამთარი შევიგრძენი. ძალიან მიყვარს ესეთი ამინდი, ღრუბლიანი. აი წვიმაც რო არ არის, არც ქარის წყნარი ამინდი რო, ოღონდ ღრუბლიანი, მზეც რო არ არის. ძალიან მიყვარს. წვიმაც მიყვარს, მაგრამ ზამთარში არა. ხო და მოკლედ გამოვისეირნეთ. დღეს პრინციპში არაფერი არ ჩამიწერია. ამიტომ ეხლა ვიჭორავთ ცოტა ჩვეულებრივად რუტინული საქმეები მქონდა. ბავშვები ჯერ არ წასულან სკოლაში. შაბათიდან გავუშვებ, იმიტომ რომ ეს დღეები არავინ არ ილის. დედა მოგადავიდეთ. ხო და დღეს მოკლედ არ იქნებოდნენ ვიცი ბავშვები. მეტყულად მაინც არ ჩატარდებოდა გაკვეთილები და მოკლედ შაბათიდან წავლენ. აქეთ გამოგიდე. ყოველთვის ვცდილობ და გზის მხარეს მე დავდგე და ბავშვი აქეთ დავაყენე. რამდენი წლისას არ უნდა იყოს ბავშვი. სამგორის პარკს აკეთებენ. მგონი უკვე დაასრულეს თუ არა ჯერ. აი ნახეთ. არა, მე გაგჩვენებ ხალხის კარგად. მგონი ჯერ არ არის დასრულებული. მე უკვე ისუქები აინთო. უკვე დიდი ხანია ველოდები ამ პარკის დასრულებას და ძალიან მიხარია რომ გვექნება ესეთი პატარა, მაგრამ ლამაზი პარკი. ეს მინდა რომ გავიარო 8000 ნაბიჯი და ნახოთ აბა იმედია ძალიან არ გადავიღლები. თქვენ როგორ ხართ? აურეთ აი ისმის ჩემი დაწერეთ როგორ ხართ? დაიწყეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. თუ არა, როგორც ჩვევია ხოლმე ახალი წლის მერე. ჩვენ კი რა ვიცი, კიდე რა გითხრათ? დღესაც მინდოდა დალაგება და რაღაცების მილაგება, რაღაც კუთხის, მაგრამ არ გამომივიდა, იმიტომ რომ წყალი დაწყდა. და ხშირად წყდება წყალი ჩვენთან. არ ვიცი რატო. ხო და ამიტომ შევეშვი დღეს წყალი რო იქნება, მე დავალაგებ. იქნებია. ესე იგი, გარეთ გადაღებას ვერა ვერ მივეჩვიე. მაინც რაღაცა ის მაქვს. კომპლექსები. ნახო მიჩვეულ ვარ სახლში.
გარეთ მაინც ისევა. მორიდებულად. ეს გავაკეთე კატლეტი და პიურე. სამგემრიელი. და ამან გადამაწყვეტინა გამოსულა ცოტა. 8000 ნაბიჯის გადადგმა ამან გადამაწყვეტინა. იმიტომ რომ ისე გემრიელად მივირთვი. დღეს ლის გამოვედი ცოტა ადრე. ეს უბრალოდ მიწევს ხოლმე გამოსვლა და ღამეც სიარული არ და არ მიყვარს. მინდა რომ უფრო ადრე მივეჩვიო გამოსვლას. დრისით. არა გვიან გვიწევს ხოლმე. მაგრამ ბოლო დღეები გამოვტოვეთ, კაი ხანია არ გამოსულა. აუ, იმედი არ გავცდი. მოვედი. და ეხლა ვნახოთ რამდენი გავიარე. ლაშა ხო გაინტერესებს. 9,000. აი, ჩანს ნეტა. 9,100. ეხლა რო გაიარე, ერთი 100 ნაბიჯიც გაიარე, კატლეტი გამიცხებე, ვარენ და აი რატო გინდა რომ ეგ სუნი ჩავისუნთქო ეხლა აი კატლეტის გაცხელები. შენ გენაცვალე მითი ვერა ისეირნე. აი ამის ბრალია ყოველ საღამოს რაღაცა გამიცხელეო, მეუბნება და ძნელია ხალხო, თქვენც ესე ხო? აი საღამოს არ მინდა ხოლმე ჭამა და ყოველ საღამოს აბა მოდი ხა ჩაი დავლიოთ ყველი კარაქი პური რომე. იწყება. აბა სადმე შეჭამ. ой, პური მოიტანე. მირთვით? აუ რას უყურებ ლაშა, რა გაქვს ჩართული? Oh no, oh no, oh no, 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 ლაშა. მოდი ცოტა ხანი ჩაუწიე, მე მანამდე კატლეტს გაგიცხადე და რაღაც ფილმები ურჩიოთ. ბოლოს რას უყურეთ, არ გახსოვთ? გლადიატორი 2 ყურება მინდა და არ ვაღიარე რა. ой, გლადიატორი 2. უნდა უყუროთ. უკვე არის. საიტზე. უნდა უყურო? არა, ეხლა არა. ეხლა პრინციპში მე რა. მე დიდად არ მინდა ეგ ფილმი. მე მაინც ჩავერთე. აი მე ხო თუ გავცივდი. აი მე მაგრად არ მინდა ეხა რა. აფენილია ჩემს იგული ხალხი და ხო, რაღაც ვირუსებია ხო? გადავიფიქრე. მოდი ახლა გავაცხელოთ კატლეტი, მაგრამ მე საღამოს აღარ მინდა ჭამა. და დღეს ისეთი კაის იყო, სუსხი. რა სუსხი იყო? აი იყო, საღამოს იყო. ნეტამც არ მინდა. მე სიამოვნა. გაცივდებოდეთ რომელი? მე სიამოვნა, მაგრამ ჩემთვის მე მგონი აუ არა, არც მე არ მინდა ხა გაციება რა სამ. რა დაწამწარე, ხარი რა გინდა? რა არ გასწრებ. რა გვინდა და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჯანსაღი ცხოვრების წესი. რამდენი დღე არ გავსუვარ. ხო და იმიტომაც არის სიციო და მე ზამთარში ირბინოთ უნდა მაშინ და მოპუტკუნდებით ხოლმე იმასაუბრ. მე კიდე ზღვაზე ის გვინდა. ანწერწეტა ტანები. ერთ თვეში. არ ზღვაზე უნდა იარო და მოკლედ ეხლა რო იცოდე შენ, ეხლა ვიწყებ გახდომას ზღვისთვის. მე გახდომას ვიწყებ და შენ ფულის უკროება დაიწყე. ლაშას მუკბანგი იწყება. ეგრე მოდი სუნზე. აი, ებავა.
აუ რა ბევრს ასხავ, კაი რა, ესეთი ჟავე უნდა ჭამო? მე მასე ბევრს არ ვასხავ. ცოტა ვასხავ ხოლმე კუთხეში და მე ვაწობ ყოველ ლუკმას. ეგრე მიყვარს. ეგრე მიყვარს აი ესე მას რო აიღებ უკვე დასმულია ხარ ყოველ ლუკმის დაწოვა რა. აბა ხორციც გაჭერი. ხო. ნუ ესე ხო. ამის გარეშე როგორ. აბა გასინჯე როგორია. კაია მართლა. კუჩი მადლობას ეუბნება რომ ჩაისთა. გამოს. მადლობა. ხორცი მოიგო PlayStation. მოიგო? როგორ? მოიგო? სად? სელუზე დავრეგისტრირდი. იმ დროს რომ მომდი? რა გიხარი? რა სელუ, რა არის სელუ? რაღაც საიტი? რა საუბცენებით ყოფილა და ყველა ყიდულობს რაღაც რამოდენიმე ბილეთს. და როგორც ლოტარია ეგრეა? და თამაშდება PlayStation-ი. რომ მოიგო. ფულსაც არ დახარჯავ და წიფარს. მაშინ უნდა PlayStation-ი. მართლა უნდა მოვიგო, მამა. როგორ მოიგო? რა იგეც ანუ რა ასე უნდა ციფრები უნდა ქნა? არ ვიცი. ამ ბავშვებს კიდე არ უნდათ და მიზეზიც არა აქვს რომ იყიდოს. და მარტო თავისთვის ყიდვა არ უნდა. არა მე Roblox. ეხა ბავშვს რომ უნდოდეს. მარტო Roblox. ვალებს დაიდებდა და იყიდიდა, მაგრამ თავისთვის არ უნდა. მე მინდა ხო? არ გინდა. Roblox-ის. ფული ენანება ხო, თავისთვის ენანება და ბავშვებს ეს ნატალი კიდე რამდენჯერ ვკითხე და არ მინდა. დე, ნახე. Roblox. ვაძალებს ბავშვს არ გინდა შვილო PlayStation. Roblox-ის მინდა, Roblox-ის მინდა. Roblox-ი შეიძლება PlayStation-ში? კი, და თუ საათ Roblox PlayStation-ზე. ხო? კი. მე ჯოი შვილო არ გინდა? კი, მინდა, ხო და მინდა PlayStation-ი. აი ამის. ხო, მე რაღაც ნაძალადევად ამბობ ხოლმე. ეხა კი ძახის მინდა, მაგრამ სინამდვილეში არასდროს არ მოუთხოვია არც ერთს, არც მარიტას, არც ნატალის PlayStation-ი, არასდროს არ უთქვამთ. და რომ ვეუბნები, გინდა PlayStation? კი, რავი, კი. ეხა უარს ხარ იტყვის, მაგრამ ეტყობა რომ ესე არ გიждდება და ოცნებად არ აქვს. თორე ეხა ძალიან რომ უნდოდეს, რამენაირად ბოლო განვადებით გამოვიტანეთ და ერთი ბიჭი რა გახდა ამ ოჯახში? ბიჭიც არ აყვავს რომ PlayStation-ი უნდოდეს. ლაშობაც ითამაშოს, არა და ლაშას უნდა. ამას უყვარს თამაშები, ესეთი რაღაცები. ადრე მახსოვს, GTA-ს თამაშობდა ხოლმე. ცოლად რო გავყევ. ეს და ჩემი დიშვილი ლუკა. პატარა იყო, მაშინ 5 წლის თუ რაღაცა. და ლუკა ეხავს თამაშობთ ხოლმე ფეხბურთს. ლაშა და ჩემი დიშვილი ლუკა ერთად ისხდნენ ხოლმე და GTA-ს თამაშობდნენ. ეხაც თამაშობთ მას. 5 თუ 4. ეხაც თამაშობთ, მაგრამ მაშინ ლუკა ძალიან პატარა იყო. ეხა ერთნაირები ხართ. ეხა სიმაღლეში დამეწიათორი, მე გერ გავჩერდი. ხო, და ისე ყველას არ უყვარს ხა დაკურებული ვარ ჩემს გარშემო, ეხა ხო არიან კაცები და დიდად ისე არ გიშდებიან. ეხა მამა ჩემი, ვინ კაცები არიან შენ თავი? ჩემი სიძეები, რა ვიცი, ესე არ გიშდებიან არც ერთი თამაშებზე რა, დიდად არ აინტერესებდა. ლაშას ძალიან უყვარს. და ხო, კიდე Counter-ს თამაშობდა ხოლმე, მახსოვს და ნერვები მეშობდა, გული მერეოდა ხოლმე რა უყურებდი. თამაშობდა ხოლმე და მე გვერდზე ვეჯიგი დებილივით. ეხა თუ მოვიგე სელულე. ხო და ეხა კიდე ეს PlayStation-ი არც ვიცი რა თამაშები შეიძლება. ისე ეს GTA მეც მომწონდა ხოლმე. რაღაცნაირი თამაში იყო. ის მიყვარდა მანქანაში რო ჯდები რა, რომელი მანქანაც გინდა რომ აირჩიო და სადღაც მივდიოდი ხოლმე უცხო ქალაქში. და მე წიმა წამოვიდოდა ხოლმე. აუ მახსოვს მეც თამაშობდი ხოლმე. ლაშას ხელში რაღაცებს გადმომაწერინებდა ხოლმე. განმოდებით გამოვიდა და პაპანამ გადავიდა. GTA 4 იყო თუ 5?
ავიცი მაშინ რამდენი იყო. ო რაღაცა აიმე ის კოდები რო იყო გახსოვთ? კოდები ზეპირად კი ბლოკნოტში მქონდა ჩაწერილი და რაც გვჭირდებოდა ხოლმე იმას ზეპირად ვიმახსოვრებდი და ისე ფურცელი მქონდა სპეციალური რაღაც იარაღი. აიმე და ბიჭაკით ცოლქმარი და თამაშობდით მაშინ. არ გინდა გავიხსენოთ ახალგაზრდა. და ბავშვები რო არ ყავდა. ხოდა მე ბავშვები რო გვეყოლა. ამათ რავი Roblox-ებიო და რაღაცეები და არც ჯეტია უნდათ და არ ისე ძალიან ცუდი თამაშია არ გირჩევთ. იმ ხრივ რომ ხო იარაღები და რაღაცებია და ბავშვური ფსიქიკისთვის მართლა არ ვარგა. თვითონ კარგად ზის თამაშობს იქა თავის თამაშობს. ეხაც რაღაცა თამაშობს. ისე არის თამაში ხა შერასაც თამაშობს. PlayStation-ში არ არის? ხო, Roblox-ია და არის. აი ეს Genshin-ი თუ რაღაცა. Genshin-ი 90 გიგაბაიტია ხო თქვენ? ხო და ის Roblox-ში კი არა და იმ PlayStation-ში არის თამაშება? ითამაშება, მაგრამ 90 გიგაბაიტი რავი ხო. კიდე იცით რა მაინტერესებს, აი ვისაც გაქვთ PlayStation-ი, თუ არის მანდ ისა გოგოსთვის განკუთვნილი თამაშები, აი გოგოებსაც რომ მოეწონოთ. თუ მარტო აი ეს ფეხბურთები და ისინია, რაღაც ბიჭებისთვის უფრო მაინტერესებს, იმიტომ რომ ძირითადად ხა ბიჭებს უყვართ ხო, მე მგონი Xbox-ი და ეგ ისა PlayStation და მაინტერესებს გოგოებისთვის თუ არის კიდე რამე საინტერესო თამაშები, რომ თუ რამე ჩვენც გაგვეხარდეს. ლაშა თუ მოიგებს PlayStation-ს, ვინმე თუ აჯუგებს. მირას მამა გებინებს. მირა დაგალეინებს. ხო და მართლა რომ მოგიგო ხა. რა მაგარი იქნება. როგორ მინდა რომ მოიგო. ორლარად მომწემე 2000 ლარია. მინდა რომ ოცნება აისრულო, ისა გიშტალტ ზაკრიცი. არიცი ეგ გიშტალტ. არიცი ქართულად. ზაკრიც გიშტალტ ნიშნავს აი რაღაცა რო გინდა დიდი ხანია და ვერ ისრულებ და ბოლოს რო აისრულებ და რაღაცა რო ჩაქრჩება გულში რა. რაღაცა მაგის დახურვა. ხო, კიდე ადრე მახსოვს იმას თამაშობდით ხოლმე, ადნაკლასიკები რო იყო თუ გახსოვთ, ფერმა, моя любимая ферма თუ რაღაცა ერქვა. აი მე როგორ მიყვარდა. მაგას თამაშობდით ხოლმე, დავდიოდით ერთმანეთთან. მე? არა. მე ცხოვრებაში არ თამაშობდი. აი ვინც თამაშობდა. ვინც თამაშობდა, რაღაც დავდიოდით, რაღაც ჩუქნიდით. ბრწყავდით და რა ვიცი ბოსტანი მქონდა და ეგ გააკეთე, აბა ნამდვილად თამაშობ. ეგ მაგარი თამაში იყო. და ნუ ჩემი საყვარელი თამაში Candy Crush-ია, რომელიცაც მივანებ ახლა თავი, იმიტომ რომ მაინც ბევრ დროს მართმევს. თან ისეთია რა, აი ვითომ ხანდახან გინდა რომ შეხვიდე და დრო მოკლა, მაგრამ მე ჩათრევა იცის სერიოზული. სულ რაღაცა მოგდის ისინი, რომ აი ხა მიდი, აი მას მოიგებ, ამას მოიგებ, აი როგორც თემო. ეგეთი იყო ფულს, კიდე კაი ფულს იქ არ ვხარჯავ Candy Crush-ში. მე ხა ცოტა ხანი დავანებე თავი, მაგრამ მე ეგრე ვარ პერიოდულად ვარ ხოლმე რა, რაღაც პერიოდულად თამაშობ ხოლმე. ისე ძალიან შორს ვარ, მე მგონი 6000 რომელიღაც ტურზე ვარ, მაგრამ რა ვიცი, ძალიან დიდი ხანია ვთამაშობ. აი ნატალიზე ვიყავი ორსულად რომ დავიწყე Candy Crush-ში. აი მაგიტომაც არის ეს მოთამაშე. ხო მართლა. აი ხელა მუცლით ვიყავი ხოლმე და ვიღარ რო აღმოვაჩინე, გავგიჟდი და ესე გიჟივით ვთამაშობდი და ეხლა ეს ბავშვიც ესე ზის და თამაშობ. მარიტაზე ხო გითამაშია? არა, მარიტაზე არ თამაში. ხერხან ხერხშობა. ეგ არის. რაღაცა არის მართლა. აუ მარიტაზე კიდე ორსულად რო ვიყავი, ლიმონს ვჭამდი, აი ესე თავისი მიანად, ქერქებიანად და აი ესე არ ვიჯღანებოდი და ზუსტად ეგრეა. არა და ცხოვრებაში ეგრე არ მახასიათებს, ლიმონზე არ შემიძლია, ჩაიშიც რო დავლევ და ტკბილ ლიმონს კიდე შაქრიანად ვჭამ ხოლმე, მაგაზეც კი ვიჯღანები და მარიტა კიდე ესე ჩვეულებრივად აიღებს ლიმონს, დაჭრის და ესე ჭამს თავის კანებიანად და ერთს არ დაიჯღანება. ეგრე ვიყავი ზუსტად ორსულად. მარიტას და ნატალიზე კიდე ტკბილეულს ვჭამდი. ნაცხოვრებს. ნატალი გამოვიდა ტკბილი და მოყვა ჟავი. ნატალის უყვარს ტკბილეული ძალიან.
ხო და ეს აი ესეთი ამბები მეგობრებო. მაინც ბიჭი უნდა გავაჩინო, რომ ეს ტიში ნიხით. და პენსიაზე გავალ. მაგიტო რომ გააჩენ. პენსიაზე გავალ და ვიყიდი მე თან. ახლა შესვლა ჩავთო გლადიატორი 2, ხო? ძალიან უყვარს პირველი. გიჟდება და ნეტა მეორეც ეგეთი კაი იქნება? არ გაქვს ნახულები. რა ახალია, ხო გამოვიდა. ეშინიას ვერ გავგიჟდა. არ დაიგიჟდეთ ხალხო. წავედი აბა მეგობრებო დროებით, გემშვიდობებით ყველას და შევხვდებით მომავალ ვიდეოში. დროებით.